წითელას ეპიდემიასთან დაკავშირებით აჭარაში იმუნიზაციის პროცესი გრძელდება. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბოლო ინფორმაციით ამ დროისთვის რეგიონში წითელას 104, ხოლო ქალაქ ბათუმში 76 შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონში დაფიქსირებული წითელას შემთხვევათა უმრავლესობა 14 წლამდე ასაკის ბავშვებზე მოდის. სწორედ ამიტომ გეგმიური იმუნიზაციის პარალელურად გადაწყდა არაგეგმიური აცრების გაკეთებაც. ამჟამად პოლიკლინიკებში წითელა, წითურა, ყბაყურას არაგეგმიური იმუნიზაცია მიმდინარეობს, რომელიც 7 წლამდე არასრულად აცრილ ბავშვებს, წითელას ვირუსის მქონე დაავადებულებთან კონტაქტში მყოფ პირებსა და სამედიცინო პერსონალს უტარდება. დღეისათვის აჭარაში სულ 2700-მდე არაგეგმიური აცრაა ჩატარებული. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით აცრები თვის ბოლოს უნდა დასრულდეს, თუმცა თუ საჭირო გახდება, პროცესი გაგრძელდება. წითელას ეპიდემიასთან დაკავშირებით აჭარაში გეგმიურ აცრებთან პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს წითელას საწინააღმდეგო არაგეგმიური აცრები. ძირითადად იცრებიან 7 წლამდე ასაკის არასრულად აცრილი და აუცრელი ბავშვები, დაავადებულებთან კონტაქტში მყოფი პირები და სამედიცინო პერსონალი. ეს ის ბავშვებია 7 წლამდე ასაკის, ვინც 1 და 5 წლის ასაკში ვერ მიიღო წითელას საბამისი დოზა. დაფიქსირებულია დღეისათვის 104 შემთხვევა. აქედან ქალაქში 76 შემთხვევა, ჰოსპიტალიზირებულია 28 შემთხვევა და ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გვაქვს 8.